არ დადგა აწმყო კიდე ველოდოთ შენ პასუხისმგებლობა გაქვს იმიტომ რომ ცოცხალი ხარ და შენ იმათი ისტორია უნდა დაასრულო ის მთელი წინაპრები შენ გულშემატკივრობები მიდი გიორგი ჩვენი გამოსასწორებელია უბრალოდ და არავის სხვისი სხვა არ გამოასწორებს ჩვენთვის უარეს ისტორია ესტაფეტა არის რა შენამდე მოაქვს ვიღაცას ჭირაღდანი და მე შენაგზე ივანე კროშტანტელი ამბობს რომ ჩვენ სემინარიებში ვზრდით რევოლუციონერებსო აგრესიაზე და სიძულვილზე აშენებული სამყარო ინგრევა მორიგ აგრესიად იარაღი ბოროტების წინამდე გარი როდესაც შენ არ მონაწილეობ იმაში და შენ არ ეკეთებ იგივეს რაში სხვას ადანაშაული ადამიანი რომელიც გასაბჭოებამდე არსებობდა საქართველოში აბსოლუტურად არის შეცვლილია და არის სხვა ვიდრე საბჭოეთის ზენიტის ეპოქაში მოწმენს ღმერთი ყოველგვარ ცრემს მათი თვალებიდან და არ იქნება სიკვდილი სიბერე ავამტყოფობა ყველაფერი განახდება აჰა ვქნი ყოველივე ახალს მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეს ქართული რესპუბლიკის გადაცემათა სერია საუბრების მომდევნო ეპიზოდია. მე გიორგი თავართხილაძე გახლავართ. საბედნიეროდ დღეს ჩვენთან სტუმრად არის მამა გურამ ოთხოზორია, რისთვისაც დიდი მადლობა და ამჯერადაც გიორგი მჭედლიშვილთან ერთად ვუმასპინძლებთ მამა გურამს. დღევანდელი თემა იქნება ქრისტიანობა და ზნეობის საკითხი ზოგადად ერთში, რა მნიშვნელობა აქვს, რა გამოწვევები გვაქვს და როგორ შეიძლება მივუდგეთ აი ამ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ ერთში არსებობს ზოგადად. ყველა საზოგადოებას ახასიათებს თავისთავად, მაგრამ ყველას თავისთავად სპეციფიურად. მით უმეტეს ჩვენ განსაკუთრებით სხვა კუთხით უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ ქრისტიანული სახელმწიფო ვართ, რა თქმა უნდა, არა სამართლებრივად შეიძლება, მაგრამ ჩვენი წარსულით, ჩვენი დღევანდელობით და ასე შემდეგ. მამა გურამ, რას გვეტყვით, თქვენი აზრით, აი რა როლი უკავია, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ზნეობრივ საკითხებს ერის ცხოვრებაში და როგორ აისახება მე ეს ყველაფერი მის კეთილდღეობაზე, მის ვარამსა და ასე ვთქვათ, სალხიბ მოგესალმებით მეც და პირველ რიგში არ შემიზიარავებსო ჩემი სიხარული მადლიერება, რომ მე დღეს თქვენთან ვარ აქ ამ სტუდიაში, იმიტომ რომ აქ ფაქტურად ჩემი მე შვილი მყავს 22 წლის და ფაქტობრივად მესამეთა უყურე რაღაცა ხიდი არის აღდგენილი არის წყვეტა გამომთილეთ სადახა მე თაობის ცოტა ისეთი რომელსაც კომუნიზმი და ის 60-იანი წლები დაახსოვს და თქვენ რომელიც ფაქტობრივად ვიცი ჯენზი თაობა თუ მილენიუმ თუ რას ეძახიან მე მიხარია თქვენ ხართ ის გაგრძელება ჩვენ რატო ვიწვალეთ რატო დავაკურებთ რისთვის რომ წავიღოთ იქით თუ ესტაფეტა გადმოგცეთ და ამ დროს თქვენი ანთებული თვალები ახლა მე რომ გამელაპარაკე ორი სიტყვა სადა სტუდიაში ჩავედი გამიხარდა რომ მეთქი ღირდა ეს ყველაფერი ჩვენ იმიტომ რომ საიმედო ხელშია თქვენ დარწმუნებული ვარ რომ მასზე ძალიან დიდი პათოსით გააგრძელებთ იმას რაც ჩვენ დღემდე მოვიტანეთ რაც შეეხება თემას ხო ქრისტიანობა ჩვენი პრობლემა დღევანდელი ეპოქის დაახლოებით ბოლო 1-2 საუკუნის ალბათ თუ კიდე 3-18 საუკუნიდან პრობლემა ისაა რომ ძალიან რაციონალიზირებული გახდა ქრისტიანობა და წარსულის რაღაცა ნაშთად იქცა თითქმის და ამას მოყვა სწორედ ათეიზმი. რატო? როდესაც ქრისტიანობა ხდება მხოლოდ წარსულის გადმოცემა, ტაძრები დაუშვათ ხატები, თუნდაც კულტურის ნაშთები ქრისტიანული ყველაფერი, თუნდაც ახარება, მაგრამ ცოცხალი ურთიერთობაში ქრისტე არ არის, უკვე ადამიანი კითხვას სვამს ნელ-ნელა საერთოდ ეს რა არის, რატო არ არის დღეს? ანუ ისტორიული ქრისტე უკვე მკვდარი ქრისტეა. ეს არაფერი არ არის. სწორედ ქრისტე ძალა იმაში არის, ეს არის მარადი აწმყო და დროის მიღმა, რომელიც პრინციპები უნივერსალურია და უფრო მეტიც უნდა მუდმივად უნდა გაიშალოს, გაღრმავდეს და ჩვენი ცხოვრება გამშოლოს. ამის ნაცვლად ხდება სამუზეუმო დანამატი, ამის და ეგზემპლარი და მაგიტო ნიცშე ამბობს უკვე მოკვდა ღმერთი. ახლა ზოგს გონიავს ნიცშემ რიხი თქვა, რაღაცა დაამტკიცა და აი ასე პირიქით ტრაგედია იყო ნიცშეს მამა პასტორი იყო და წამდა ბავშვს და ხედავს რომ სად არის არ მუშაობს არ არის ტაძრებს უყურებ მკვდარია ყველაფერი ცოცხალი ადამიანში თუ ვერ ნახე ქრისტე ახლა რა არის ქრისტე არის სიცოცხლე სიყვარული მადლიერება რომელიც ადამიანი რომელთაც არის გამჭვირვალე და დანარჩენი საშუალებები იყო ამ ადამიანში რომ არ ჩამქრალიყო ეს ცეცხლი და როცა ადამიანში არ არის მე ტაძრები არ მყოფნის მარტო ტაძრები ეგერ ყველა რელიგიას აქვს ნაშთები რა ამიტომ დღევანდელი ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც თქვენ ამ კითხვას სვამთ ახალგაზრდები რომ თქვენთვის ქრისტიანობა არ არის
და ათეიზმს წაართვით თავი ეს კარგი, იმიტომ დღეს ძალიან პრობლემურია თქვენ რო ირწმუნოთ. როცა გარშემო ამდენ უსამართლობას ხედავთ, როცა ასეთი მდგომარეობა არის, როცა არაფერში თითქოს ვინც უნდა ქრისტეს სახე აჩვენოს ეს იერარქიულად თუ ტრადიციულად ვერ ხედავთ რეალობაში, ხო? შეიძლება თქვათ რომ სად არის ყველაფერი ტყუილი ყოფილი, თქვენ მოგვატყუებთ, მამებს უთხრათ. სად არის თქვენ გვაჩვენეთ, მიდიხართ ეკლესიაში, მაინც და მაინც ავტოვანებით არ გამოდიხართ იქიდან. სადღაც იქით აქეთ გამშველად ვიც უნდა წესით, ვისგანაც უნდა მიიღოთ რაღაცა ყველა კარი და ვერ იღებ და ორი არჩევანი გაქვს. ან ხდებით და საერთოდ ათეიზმი გადა, ან მე ამბობ ხესვილი და საერთოდ ცხოვრებაზე ამბობ უარს და ღმერთთან უკნას და იქ უფრო ეშვებით იქ რაღაცა ნარკოტიკი და ცხოვრების გაშლის საშუალება. მაგრამ თუ კეთილგონიერება შემორჩა და დარწმუნებული ვარ და ეს თქვენ ხართ ამის ნათელი მაგალითი, პირიქით სწორედ ქრისტე იქ ხდება ქრისტეს, სადაც ყველაფერი ჩაბნელებული იყო, იქ ხდება პროტესტი და პირიქით ეს სიბნელე უწყობს სინათლის პროვოცირებას ხელს, რომ თქვენ დაგბადოთ, აი პირიქით გული კი არ გაგიტეხოთ ამან. აი მაგალითად ესეთი ის აქ გრიგორ ობაქიძეს აქ ჩაკრული სული თუ გაქვთ აკითხული, მან დაკითხვაზე გამომძიებელთან ეს გრიგორ ობაქიძეს გმირი თამაზი არის კონტრრევოლუციონერი. და ეს ბოლშევიკები არიან, ეს რევოლუციით მოსულები და ეკითხება თქვენ რევოლუციის მომხრე ხართო და ეს კონტრრევოლუციონერი უკვე მე რევოლუციის მომხრე ვარ, ეს გაუკვირდება ამ გამოძიებას. როგორ თქვენ ჩვენ არ გვებრძვით რევოლუციონერი? ყოველი რევოლუციაო დიდი ძალითო წააქეზებს უღმერთოებასო საზოგადოებაში. ხოლო უღმერთოებაში აღმოჩენ ადამიანს მთელი ძალით მოწყურდება დაბრუნება მას რაც დაკარგა, ანუ პროვოცირებას აკეთებს, ასე არ არის? ანუ მარცვალს რომ დამარხავის კი არ კლინდება პირიქით ეს პროვოცირებას უკვე მარცვალმა ტანა დამოზიდოს ამ სიბნელე. და კიდე მწონებული მსურნათი მერაბ კოსტავას სიტყვებს გაგიმეორე და თქვენ და სანუ გეჟოთ რომ მხოლოდ სიბნელით გამოწვეული ტანჯვა გადააქცევს სინათლის წყურვილს ჭეშმარიტ სინათლედ. აი ესო ეს არის. იესო რომ ის ამოსკდა სადაც ყველაზე მეტად დეგრედირებული იყო რელიგიური ცხოვრება, ყველაფერი მოშლილი იყო და ზუსტად გამოფწმინდა რატო იცი სული შეუხუთა. მასში პროვოცირება გაუკეთა იმ სასიცოცხლო ძალებს, რაც მასში იყო, სული წმინდის შობილი იყო და პირიქით სისტემის წინაშე თქვა. იგივე გამოწვევა თქვენ დღეს ახალგაზრდა. ანუ ყური კი არ ჩამოყაროთ, კი არ გაბოროტეთ, კი არ გაექცეთ, არამედ აღგანთოთ და პათოსით, როგორ აი სიყალბე როგორ საიდან ხმეთ და ყვირი ამას ეს ისე თუ ამოხეთქოთ და როგორც საფლავები და მე დარწმუნებული ვარ რომ ასეც მე ვხედავ ამას თქვენში და ყველგან ახალგაზრდობაში. გაიხარეთ, აი ორი რაღაც გამახსენდა, აი პირველი რაც თქვით თქვენ თავიდან რომ დრო რო გადის თითქოს ისე ხდება რომ აი სიცარიელე ჩდება აი მათ შორის აი ამ რწმენაში, ჩვენს სარწმუნოებაში და ასე შემდეგ თაობებში თითქოს ისეთი გამოხმაურება არ აქვს როგორც წინაში და ეს მესმის აბსოლუტურად რაც განსაკუთრებით თითქოს არ არის და თითქოს ბუნებრივია უბრალოდ მე ესეთ შეხედულება მაქვს ეს ჩემი არ არის რა თქმა უნდა ალბათ თქვენ ციარებთ და შეიძლება მრავალი შენია თუ გაითავისი იმისიც არ იყო ვისგანაც ყველაფერი აი ყოველმა თაობამ უნდა ერთი არის რომ ჩვენ საჩუქრად ვიღებთ მაგალითად ჩვენს რწმენას, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს წესჩვეულებებს და ასე შემდეგ. ყველაფერი რაც ღირებულია, მაგრამ ყოველმა თაობამ უნდა გაიაზროს რატო არის ეს ღირებული. ანუ ეს რწმენი ჩვენ თუ ქრისტიანებად ვიბადებით, ჩვენ ეს კი არ ნიშნავს ავტომატურად ჩემთვის ესეთ შეხედულება მაქვს რომ ეს კი არ ნიშნავს ავტომატურად რომ ჩვენ აი მორჩა უკვე და არაფერი გასაკეთებელი არ გვაქვს. ჩვენ თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ რატომ არის ეს ჭეშმარიტება ჩვენთვის და იგივე ეხება მე სხვა ზნეობრივ ნორმებსაც, მათ შორის რომელიც შეიძლება პირდაპირ არ უკავშირდებოდეს სარწმუნოებას, თუმცა მასთან თანხმობაში არის, ხო და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა თაობას ეს გამოწვევა აქვს, რაც უფრო დრო გადის, ხშირად ამბობენ ხოლმე რომ პირველი ქრისტიანები განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, მათ განსაკუთრებული დამსახურება ჰქონდათ თავისი რწმენის წინაშე, იმიტომ რომ დიდი გამოწვევები ჰქონდათ და მათ ყველაფერი კარგად ესმოდათ და ამიტომ აკეთებდნენ. შეიძლება დღევანდელ ქრისტიანებს ეს გაუჭირდეთ, ხო, იმიტომ რომ შეიძლება ყველას არ ჰქონდეს თავისთავად ისე გათავისებული, როგორც უწინ. ამიტომ მე ესე ვუყურებ, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ ისეთი, რომ ყოველმა თაობამ უბრალოდ კი არ მიიღოს, რა, მე ქართველი ვარ და ამით დამთავრდა. მე ავტომატურად რაღაც ღირსებები მაქვს, არამედ აღმოვაჩინო, რატო არის ის წესები, რომელიც მე ვიცი, მათ შორის წინა თაობისგან, აი თქვენ რო თქვით თაობებს შორის ხიდი ნენელა უნდა აღდგესო.
კი აი მე ხშირად უსმენდი ხოლმე ბაბუაჩემს რომ უსმენდი და რაღაცები არ მესმოდა, რაც დრო გადის მე ვცდილობ აღმოვაჩინო, რატო უყურებდა ის ამა თუ იმ საკითხს განსხვავებულად და რაც დრო გადის მადლობა ღმერთს, უფრო მეტად უახლოვდები მისაც, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ესე არ ვფიქრობდი. ამიტომ ეს ერთი აზრი გამიჩნდა იმაზე, რაც თქვენ თქვით, რომ რაც დრო გადის, თითქოს წარიგებდება, მაგრამ ჩვენ თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ ყოველი სიმართლე, ჭეშმარიტება იმ ღირებულებებში, რაც გადმოგვეცემა საჩუქრად, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ აქ დავიბადეთ და ეს გადმოგვეცა რა. მშვენიერი. მოკლედ მე პირველ რიგში ამ პათოს ვეხმიანები და ახლა ეს ქება არ არის, ეს ჩემი სიხარულის გამოხატვის ისა მაქვს რა, უფლება რომ აი ეს შენი პათოსია ახალგაზრდული და სწორი მიდგომა ზუსტად აი ეს არის ის რაც დღეს უკვე არა მხოლოდ ერთეულ ახალგაზრდაში უნდა იყოს, არამედ უკვე ამან და გამშოლოს ახალგაზრდობა. აი ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული უკვე. აი მას რას უზამ ახლა ამ ცოდას გაამრავლებ, შენ ამას ახალგაზრდობას გადაზდებ ამას, რომ ეს პათოსი და ის რომ უყურე რაც გადმომეცა ერთი ამის მექანიკური რაღაცა რომ ნახე როგორი სად ვწდები ჩვენ მართლმადებლები ვართ, ჩვენ მამაპაპა მართლმადებლები, ჩვენ შოთა რუსთაველი ყავს, ჩვენ ილია ჭავჭავაძე ყავს, ხამადური და შედეგი რა? სად განავითარე, რა მიიღე მემკვიდრეობა, მაგრამ შენ ეს უნდა გაწიო იქით, ეს კი არ უნდა დაიცვა, გახსოვთ ერთი იგავი არის ქრისტე ამბობს, რომ იქ დინარები მისცა ერთმა იმას 1 დინარი, 2 დინარი, 3 დინარი, ხო? მერე რომ მოვიდა ერთმა თქვა, აი უფალო, შენ რომ 3 მომეციო, კიდე 3 მოიგო. თუ 5, რა მნიშვნელობა 5. მეორეს რომ მისცა 2, უფალო, აი შენ რომ 2 მომეცი, კიდე 2 მოიგო და მესამე ერთი რომ ისა, იმან უთხრა, უფალო, მე ვიცოდიო, შენ ისეთი კაცი ხარ, იქ იღებ, სადაც არ დაგითესიო, ამიტომ მე შევინახეო, რომ არ და მოგიტანო და ესეუბრება თუ იცოდი ეს, ასეთი რომ ვიყავი, რომ სადაც არ დამიდვია და იქ ვიღებ, მით უმეტეს არ უნდა ანუ ვინც შეინახა, იმან დაყარგა. მიეცითო იმას, ვისაც აქო დამაწაართვით. ანუ ის კი გადმოვიდა შენკე, მაგრამ შენ აქედან შენ ბოლომდე უნდა გაშალო და ჩვენი ეპოქის გასაგებად და ცხოვრების წესად შენ უნდა აქციო და არა სამონაზეუმო ექსპონატად რომ ხელი არ მოკიდოს არავის და არიქა ჩვენ ესეთები ვართ, ვტრაბახობთ, ვიკვეხნით, შედეგად გვაქვს ის ცხოვრება, რომელიც ფაქტურად შეუდგარი ცხოვრება. სად არის შოთას ქვეყანა ხა? სად არის ნეობრივი მაგალითების სიძლიერე? სად არის ავთანდილის მოყვასისთვის დავდადება? მე იგი ვარ, ვინც სოფელს არ ამოუყრებ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოხსისათვის თამაშად და მიჩანს მღერა. თუ მე ეს ცხოვრების წესად არ მაქვს, მე პასუხი მომეთხოვება იმის წინაშე, ვინც ეს გადმომცა მე და ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. რეალიზირებული რამდენად გვაქვს ავსანდილის ეს პათოსი. თორემ მარტო ის შოთას ვიყია. თუნდაც მართლმადიდებლობა ჩვენ ბრეული და ყველა ვიკვეხდით, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი მადლის მქონე და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. კი ბატონო, მაშინ ქრისტე გეუბნება, ხე ნაყოფით იცნობა. არ შეიძლება კეთილმა ხემ ცუდი ნაყოფი გამოიღოს. ნაყოფით იბჯელო, იმას არ უყურო, რას ამბობს. სად არის ნაყოფი მაშინ? 100,000-ობით მაზიარებელი გვყავს, 1000-ობით მგელსახური და ტაძარი და ყველაფერი გვაქვს. მაშინ შედეგი და გამოდიდან რომ და ვიმჯელოთ ქრისტიანული ცხოვრების წესით ვცხოვრობ თუ არა. მარტო დამცველები ვართ, ეს არ კმარა. ქრისტეს სიტყვები მისთვის კი არ იყო რომ ჩვენ ქრისტე გვედიდებინა, პარაკლისები გადაგვეხა და ყველგან მისი ხატები ყოფილიყო და მოფენილია დღეს ვერ ყველგან ქრისტეს თაყვანისმცემლებია მარშრუტკიდან დაწყებული სახლებში რო შეხვა და ადამიანი სად არის? ადვილია ხატების სიყვარული რა, არაფერს არ ითხოვს შენგან გარდა ისო დაუნთეს ანთელი პარაკლისი გადაუხადე და წამოხვალ უკან. მიდი და აბა ღმერთი შეიყვარე ადამიანში. და პირდაპირ გეუბნება სახარება, შენ ამბობ ღმერთი მიყვარს, როგორ გიყვარს ღმერთი, როცა არ გიყვარს ადამიანი, რომელსაც ხედავ, დაიწყე აქედან მაშინ. აი ეს პრობლემა გვაქვს თუ არა, თქვენ როგორ ხედავ, მე და თქვენი, აი გიორგი მაგალითად. შენ შეგიგეთ, აი რაც მე ვთქვი თვითონ დელსახურება. შენ ან შემეწინამდეგე შეიძლება მაგალითად მე ბევრს ხედავ ყავს რა. მითხარი თუ არა და შენ როგორ ხედავ, მაინტერესებს როგორც ახალგაზრდა, აი რა პრობლემა გვაქვს ჩვენ ქრისტიანებთან და დელსახურებს. გეთანხმებით რა თქმა უნდა და თუნდაც აი მაგალითად ქრისტიანისთვის ერთ-ერთი ღირებულება არის სტუმართმოყვარეობა. თუნდაც. მიუხედავად თან პლუს იმას ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ, როგორც ასეთი ისტორიულად ვიცით, მაგრამ
მიუხედავად ამისა, აი დღეს მე პირადად რასაც ვაკვირდები, ქართველებში ეგეც დაკრინებულია. და ყველაზე დიდი სტუმართმოყვარეობა მე სადაც შემხედრია, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მე ტურებს ვაკეთებდი და ამ საქართველოს ირგვლივ ყველა კუთხეში ვარ ნამყოფი. ყველაზე დიდი სტუმართმოყვარეობა სადაც შემხედრია, ეს იყვნენ პანკის ელიქისტები და ეს იყვნენ ზემოაჭრელი მუსულმანები. რაც, რა თქმა უნდა, კარგია მათთვის დასაფასებელია, მაგრამ მეორე მხრივ კითხვებს უნდა აჩენდეს ქრისტიანების მხარეს. რომ ეს განსხვავება რატო იგრძნობა? ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ხო. და რა თქმა უნდა ეს ერთი კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ რა თქმა უნდა გეთანხმებით იმაში, რომ ეს რაღაც გარეგნულად ჩანს, მაგრამ არ ჩანს შინაგანად, რაც მე შინაგანი უკვე აისახება ადამიანებთან ურთიერთობაში და მთავარი ეს არის. შენ ასე ხედავდი ახლა. დიახ, რომ ადამიანები იქ გამოსავალს არ შეხედავ, დაუშვათ, როგორი რა შეიძლება შეცვალოს ერთგულმობრობა, რამ შეიძლება. ხო, გამოსავალი სიმართლე გითხრათ. განათლება დაუშვათ. მხოლოდ განათლება ალბათ არ არის საკმარის. კი, მაინც უფრო საკუთარ თავზე დაფიქრება და საკუთარ თავში ჩაღრმავება ყველაფრის. აი ერთი პრობლემა გვაქვს მანდ. მამაო, აი ახლა ჩაგიჭრებით. ზოგადად ელიტა ხომ უნდა იყოს ერისთვის მაგალითის მიმცემი. ახლა დღეს არის ეგ სიტყვა ელიტა, თორე წარსულში იყვნენ, არ ვიცი, არისტოკრატები, მათ შორის სასულიერო პირები და ასე შემდეგ და მე რასაც ვუყურებ ბოლო ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში, იმიტომ რომ მანამდე მხოლოდ გადმოცევით ვიცი რა ხდებოდა. ჩვენი მათ შორის ის ელიტა, რომელიც ხშირად ჩანს, რომელიც მაგალითია თითქოს, ანუ შეიძლება პატარა ბავშვი უყურებდეს ვინმეს და მამამ არ უთხრას, რომ აქედან აიღე შვილო მაგალითი ან არა აიღო, მაგრამ ეს ხო ბუნებრივია, რომ ჩვენ ადამიანები მიმბაძველები ვართ ზოგადად და რასაც ხედავ, შეიძლება ქვეცნობიერადაც ის გადაიღოს ადამიანმა და აი მათ შორის შეიძლება თითქოს განათლებულები არიან ჩვენი ელიტა, მაგრამ მე მაინც გონია, რომ არ არიან იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყვნენ ამ ერისთვის. ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად. იმიტომ რომ არ ასხივებენ მათ შორის აი შოთას პერსონაჟებზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ აი თუნდაც იმ წარსულის რაღაც ისეთ სახეებს, რომელიც ჩვენთვის ღირებულია, თუნდაც ლიტერატურიდან გადმოგვეცა, ან ზეპირსიტყვიერად, ან ისე უბრალოდ გადმოგვეცა ვიცით და ვაფასებთ აი ესეთი ტიპის ადამიანებს. თან ვამაყობთ, კიდევ. აჟათი ვამაყობთ, რომელიც მუცალი დაალუდა და რეალიზირება. კი ბატონო. და მათ შორის აი შეიძლება განათლებულები იყვნენ, მაგრამ კი, მაინც არ იყო საკმარისი. ერთი რაც მე გამახსენდა არის ის, რომ მე დარწმუნებული ვარ, რაც რო გადის, უფრო და უფრო მეტად ვწმუნდები, რომ ერთეული ადამიანის მაგალითს ძალიან დიდი ძალა აქვს და მათ შორის შეიძლება ესეც იყოს გამოსავალი, საერთოდ არაფერი არ მოხდეს გარეგნული, ასე ვთქვათ, ძალისხმევით, მაგრამ ხო, თითოეულმა ადამიანმა თავისი ცევით, კი, თავისი იმიტომ რომ როცა მე მგონია მაინც რომ როცა ადამიანები უყურებენ რაღაც მართლა კარგს და სამაგალითოს, აუცილებლად ადრე თუ გვიან ისინი დააფასებენ კარგს და სამაგალითოს და შესაბამისად მე ეს რაღაცნაირად გამოიწვევს შედეგებს, რომ გამრავლდება რა ესეთი წევა იქნება შეხედულებები. მე მოდი ახლა რაც არ უნდა გამიგრძელდე 1-2 წუთი უნდა გავიხსენო გედეონის მაგალითი, იმიტომ რომ ბიბლიური სიუჟეტები ეს არ არის უბრალოდ ისტორიები, ეს არის პრინციპები, უნივერსალური პრინციპი. ქრისტეც უნივერსალური პრინციპია. ის ერთი მხრივ ისტორიული პიროვნებაა, მაგრამ ეს იმიტომ კი არა დარჩა ისტორიაში. იგივე პრინციპით იცხოვრებ, იგივე ქრისტე ხარ. ქრისტე როგორც სამყაროს აღქმის მიმართების აი ესეთი ცოცხალი მაგალითი მე ვიღებ მაგა და მაგით ცხოვრობ. გედეონი გაიცანით მაგის ისტორიას ნახავთ საჯულთა წიგნში არის ეს ბიბლიაში. მაგ დროს ესე იგი ისრაელი არ გაპარტახებული, მოკლედ საერთოდ აი ნიშანსვეტი არ არის, რა ნიშანწყალი, იმიტომ რომ გადავიდა ისრაელი ღვთის ჯულს და ის საჯელად მიიღო რომ მტერი შემოდი. და წერია რომ გედეონი ხორბალს ეხავდაო საწნახელში, იმიტომ რომ მათ ხორბალი მიქონდა და ღვინო არა და ამიტომ ჩუმად. ეს სიმბოლოა რომ პური აქვს, რას იშავს? სიცოცხლე და ჭეშმარიტება მის ხელში, მაგრამ მარტოა და ვაჟკაცია, ახალგაზრდა ბიჭია და ამასთან მოდის ღვთის წარმომადგენელი, მაშინ ადამიანის სახით მოდიოდა პირდაპირ და გედეონმა ვერ იცის ადამიანი ეგონა და ეკითხება ეუბნება უფალი შენთან არის მაგარო ვაჟკაცო.
და ეს გედეონიობე ვაგლახშიმ ბატონო მაშურება ეს რა სად არის უფალი ჩვენთან ამუნავთებს იმას უფალს უფალი ჩვენთან რომ იყოსო სად არის სასწაულები ეგვიპტიდან რომ გამოგვიყვანაო მტრები რომ მარცხდებოდენო ისრაელს რომ ესეთი დიდება მისცა დაგტოვაო დღეს უფალმაო თორე და ნაწყენია გესმის ნაწყენია და ედავება უფალს რატო დაგტოვე და ეს ეუბნება ეს კაცი წადი და ამ შენი ძალით ძლიე მადიანს ეს მადიანი მტერი ეს ეუბნება რა მტერი რა ბძლიო ისაო ერთი ვარო მარტო უმცირესი ტომი წარმოადგენელი ვარო ოჯახშიო ყველაზე მცირე უმცროსი ძმა მე ვარო და მე როგორ რა შემიძლიაო ახლა თქვენ გიგითხებით აი გედეონში რა ძალა ნახა აი პირდაპირ მოშურნეობა თისწიება გულმოცემა გაბრაზება აი თუ გააქვთ ეს ცეცხლი ბიჭებო შვილებო შვილიშვილებო ჩათვალეთ რომ ღმერთი აგერ არის ღმერთი ყოველთვის აქ არის მაგრამ მას ჭირდება ვინ წავა პირდაპირ რამდენ ადგილას წერია ბიბლიაში ვინ ვნახო ვინ ვიპოვო რომ ჩემი ერი აღადგინო აი შენ ძალიან კარგად თქვი გეთანხმები აუცილებლად რომ არანაირი რეფორმები არანაირი პოლიტიკური გამოსვლები რამე გამოდი რამდენიც გინდა თუ ცნობიერება არ შეიცვალა საკუთარ თავში აღმოაჩინე გედეონი გაბრაზდი უფალო თუ ხარ შენ მე რა ვიცი ბევრი გამიგია შენზე წინაპრების ასე აკეთებდი ყველაფერი წარსულში რატოა ყველაფერი ცაში რატოა ერთ ადგილას ერთი იერემია შეშჩივის უფალო რატომ ხარ ჩვენ ქვეყანაში უცხოსავით რატო ხარ გმირივით რომელსაც შველა არ შეუძლია რატო ხარ გამლელივით რომელიც გადის და არ უყურებს რა ხდება აი რა შენი ის რითაც შეიძლება მოიზიდო ის ძალა წინაპრებს რო ქონდათ და რატომ მარტო წარსულში კითხე უფალ რა არის უფალ რო გვიყვებიან დავით აღმაშენებელზე თამარ მეფეზე რუსთაველზე ყველაფერი რა არის კარტოფილივით მიწაში რატო გვაქვს ყველაფერი სამუზეუმო ექსპონატებია მარტო ცოცხალი ღმერთი რო ხარო რომ ესმის ყველგან რომ იესო ქრისტე მოკვდა აღდგა ეკლესია ღვთის სხეულია ის ღვთაბანქარი მე კი ვიცი მაგრამ სად არის რატო არ მუშაობს დღეს რატო ყველაფერი წარსულში სულ მამები ისტორია რატო ყველაფერი მომავალში გვექნება მომავალში არ დადგა აწმყო კიდე ველოდოთ აი გედეონობა რა არის ყველაზე ძლიერი მდგომარეობა რომელსაც უფალი ეძებს სანთელივით სულს რომელიც არის მოშურნე არა მაგძალა მტერი ძლიერია თითქოს რა ვქნა მე ყველაზე პატარა ვიღაცა უცნობი ძივარა მაგრამ მოშურნეობა მაქვს იმიტომ რომ ვითხოვ პასუხს პასუხი აღმერთს ოღონდ კითხვა დასი იქნებ აი ასეთ მოშურნეობას მე მინდა თქვენ კითხოთ ახლა ხედავ თუ არა ახალგაზრდებში დღეს მე პირადად აი თქვენი ხედვა მაინტერესებს მე პირადად ხედავ ნამდვილად და ერთადერთი ის არის რომ უბრალოდ უნდა რაღაცნაირად ყველა ერთმანეთს დაუკავშირდეს ფიზიკურად კი არა თუნდაც აი ამ ღირებულებითად ცნობიერად და მე მგონია რომ ყველაფერი გამოვა ძალიან კარგად და თუ ხედავ მაშინ დაგაკისრებენ გეოდევნობას და რა ქნა იცი გედონა 300 კაცი 300,000-იანი ჯარი დაამარცხა ნუ ეს სულიერში გადავიტანოთ ცნობიერება მისცა იმიტომ მტერი არის უგუნურება იმათ ძალა არ აქვს და ჩვენ თუ მტერი გვერევა დღეს და ასეთი არეული ქვეყანა გვაქვს 60-eur ქვეყანაში როგორ შეიძლება ჩვენ რამე ესეთი პრობლემები გქონდეს რა დღე მე არ ვამბობ ხა არ თავრობას ვაკრიტიკებ არც ეკლესია დავარება სხვის კრიტიკას თავი ჩვენ ადამიანები ჩვენია ეს ქვეყანა მოდი ჩვენ ურთიერთობაში ახალგაზრდებში გააქვთ თქვენ ქრისტიანული პრინციპი ცხოვრობთ ავთანდილივი სიყვარული არის პირველი ნომერი პირველი მოდელი ურთიერთობებში მე რომელი თავრობა მოგცემს ამან რატო უნდა გიქადაგოს მღვდელმა ეკლესიამ პოლიტიკურმა იმან არ გიწერია რომ რა არის ცხოვრება არ გიკითხავს მე ჩემი არსი რაშია როგორ უნდა ვიცხოვრო დავიჯერო რომ ამისთვის მაინც და მაინც ის გინდა ოქსფორდის დამთავრება და ვიღაცის სწავლა თუნდაც ეს განათლება რომელიც შენ გეუბნება ეს არის საჭირო იმისთვის რომ შეგაწყვეტინეთ განათლება ეგ განათლება რაზეც თქვენ მიანიშნეთ ახლა საჭიროა იმისთვის რომ იცოდე როგორ მოაწყო ქვეყანა მაგრამ შინაგანად გჭირდება ის განწყობა და ის სურვილი რომ ეს ნამდვილად გააკეთო და ნამდვილად აღუდგე იმ გამოწვევებს წინ რაც მე ოქსფორდში კი არ ვიცი ოქსფორდი არა საჭირო ოქსფორდი აძლიერებს ჩემს სურვილს ჯერ თუ მე სურვილი არა მაქვს ოქსფორდ დავამთავრებ წავალ სადღაც მილიონებს გავაკეთებ ქვეყანა საერთოდ არ მივხედავ თუ ეს სული არა გედეონის სული მოშურნეს სული ამას ხედავ თუ არა მეთქი თქვენ მაგას ვამბობ ახალგაზრდებში მე ვხედავ რომ აბსოლუტურად ამ ახალგაზრდობას სხვათა შორის მიუხედავად იმისა რამდენი ნაკლიც შეიძლება არ უნდა ვიპოვოთ რაც ბუნებრივია იმიტომ რომ ჩვენი ნაკლები ზოგჯერ იზრდება კიდეც თაობიდან თაობას რო გადაეცემა მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ აი ამ თაობას მათ შორის თქვენი თაობის დახმარებით კვირჩი დგომით და ამ გამოცდილების გაზიარებით
შეუძლია რომ ეს ქვეყანა დააყენოს ისე ფეხზე რომ ჩვენ მართლა ვიქცეთ ერად და მე დარწმუნებული ვარ ამას შევძლებთ რომელიც იქნება დაუმარცხებელი მიუხედავად იმისა სადაც ვიმყოფებით და მათ შორის აი ბიბლიაც სავსეა ესეთი მონაკვეთებით როდესაც მცირე იბრძვის დიდის და უფრო ძლიერის წინააღმდეგ მაგრამ იმ გოლიათის წინაშე დგას რაც ხშირად ისტორიული ამბებითაც დასტურდება ხოლმე იგივე ბიბლიური ესეთი მონაკვეთები ამიტომ მე მჯერა რომ ამის გაკეთება შეგვიძლია მთავარია ეს არა მხოლოდ წმენა გამაგრებთ ამაში და გაძლევთ პათოს არა მხოლოდ წმენა თანამედროვე მეცნიერება ფსიქოლოგია კვანტური ფიზიკა ყველაფერი გეუბნება რომ შენ არა ხარ პასიური დამკვირვებელი რომ ობიექტური სამყარო არც არსებობს გახვავებული არაფერი არ არის გამყარებული ანუ ძალა არ მიანიჭო არაფერს ნუ გონია რომ პოლიტიკური სისტემები რელიგიური თუ რაც არსებობს დაუშვათ მუდმივად ასე დგას შენ პიროვნებაში იესო პიროვნების ძალა გოლიათის წინაშე დგას ანუ ამ უმეცრება უგუნურება რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით პიროვნების ძალა შეუძლია გარდაქმნას ეს მოდელირება გაუკეთოს და პირიქით შეუკვეთოს კიდეს კონდეს წარმოდგენა საქართველოზე ჩემს იმაზე მე ასეთი საქართველო მინდა თვითონ ისურვე უფრიწმენით შეწევდი თვითონ რეალიზირდება ეს ყველაფერი შესაძლებელია იმიტომ ამას მეცნიერებაც გეუბნება კარგი მონაკვეთთან მივედით სხვათა შორის ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე იმაზე რომ შესათანხმებლები ვართ ყველანი ქართველები ნუ უმრავლესობა მაინც როგორი საქართველო გვინდა ხო აქ ეს კითხვა მარტო ის კი არ არის რომ ერთიანი სოხუმი და ცხინვალში რომ ჩვენ ვართ და ასე შემდეგ არამედ როგორი მოქალაქე გვინდა რომ გავზარდოთ მათ შორის როგორი უნდა იყოს ქართველი და აი ყველა კითხვას ცემს მეტნაკლებად პასუხს რა ეს ჩემი აზრით ჯერ ნაპოვნი არ ხო ანუ აი გიორგის დავამატებ ესე იგი ჩვენ რა თქმა უნდა ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებით თან ქართველებიც ერთმანეთისგან განსხვავდებით მაგრამ რა გვაქვს ის საერთო ღირებულება რაც ყველას ერთიანად გვინდა ასე ვთქვათ და რისკინას უნდა ყველა ერთიანად აი რაღაცნაირად ვისწრაფოდეთ და იმან გაგვაერთიანოს ეს დაქსაქსულიერი დღეოსდღეობით ლადოსათიანის გამახსენ ხომ ლამაზია საქართველო მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზი ხო გინდათ ეს საქართველო თუნდაც აგიკითხავ თუნდაც ოცნებებში როგორ არ შეიძლება იმიტომ თქვენ სულში ხო მთელი ჩვენი წინაპრები მოდიან და ასრულებენ ისტორიას ისინისა და ილია ჭავჭავაძე შოთა რუსთაველი ფიზიკურად არ არიან მაგრამ მათი ცნობიერება სული სიყვარული გაქრა არა ისე ჩვენ ვისრუტავ აი ტიციან ტაბიძეს გენიალური ლექსი ვაჟა-ფშაველას სუნთქავ ფილტვებით ხიმიკაურის გული ჩამედგა ისე ერთლიანად განიქილებ საქართველოს სული ერთი მაგრამ და ყველგან საქართველოს მე ვარ შენთან შენ ხარ საქართველოს სხეული გაქვს დღეს შენ პასუხისმგებლობა გაქვს იმიტომ რომ ცოცხალი ხარ და შენ იმათი ისტორია უნდა დაასრულო ის მთელი წინაპრები შენ გულშემატკივრობები მიდი გიორგი ჩვენ აგერა ვართ ჩვენ გაძლევთ ყველაფერს აქამდე მოვედით ახლა ამის იქით თქვენ ხართ უკვე ისინი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ ილია ჭავჭავაძე მერე გახდა როცა უპასუხა გამოწვევა შენ რა იცი ვისი სული ხარ და რა უპასუხი გამოწვევას წმინდანების ნუ გონია რომ დაიბადენ წმინდანებად უპასუხეს გამოწვევას ძილენ იგივე სული გაქვს შენ ნუ იტყვი ნაკლები ვარ ჩემზე მეც საქმეებს გააკეთებდო და ერთი კიდევ აი ძალიან კარგია თქვენ რო თქვით რომ აი რა გვინდა და მეორე ზოგადად კი არ დაიწყოთ თქვენ გაგიგიათ ესეთ კრიტიკული მასა ყველაფერში ეს ბუნებაშიც ალმასის მიღებაში პროფესორი თამაზ ბუტყუზის მატერცული თეორიიდან მოკლედ მე 3 წელი უსმენდი გენიალური მოდელი ანუ რა ხდება პრინციპი რა არის იცით იესოც აიღე და ყველგან მასაზე კი არ მუშაობს თანამონაწილეებს ეძებს თანამოაზრეებს იესოს ყავდა 12 70 500 და ბოლოს 100-ი რჩება რომელზეც გადმოდის მაგრამ 100-ი მთელ სამყაროს უკვე ქრისტიანული იმით გაჟღინთავ შესაბამისად ეძებეთ თანამოაზრეები და იესო ამბობს 2 და 3 თუ შეთანხმდებათ მე თქვენ შორის ვარ მით უმეტეს კეთილშობილ მიზანში რა გვინდა როგორც საკა იმჯერეთ ილაპარაკეთ 1 2 3 4 და არ არის საქართველოს კრიტიკული ჩანასახი რაღაც ღრამდე მიდის და იწყება უმართავი პროცესები კარგი ანუ ბუნებრივად ხდება მე როგორ ძალისხმევას არ ჭირდება ანუ მთელი ძალისხმევა ეძებეთ თანამოაზრეები ავსებული ხარ გედეონივით შეგიძლია თქვა რომ ხო არ მოგერიდოს აი კაცურად მითხარი ახლა გულზე ხელი და გედეონის რო ვთქვი რამდენი პროცენტია გედეონი შენში დღეს თქვი პირდაპირ 100% ვარ თქვი 100 რატო რაც არის რატო გერიდება რო თქვა მოშურნეობა არაფერი არა გედეონს გაპარტახებულია ქვეყანა ერთადერთი რომ ყებს აი როგორ ლეკვი რო ყებს ხო იცი და ო მაგარი ლეკვი იქნება უბრალოდ ძალა არა აქვს მაგრამ ითხოვს თხოვს ღმერთო სადა ხარ რა და ხარ წარსულის ღმერთო მარტო წარსულში ხარ მარტო მომავალში ხარ მე დღეს ვარ ღმერთო
რატო შენ ხო აწმოს ღმერთი ხარ, შენ ხო ის ხარ, რომელიც არის სულ აქ ახლა. და თუ წინაპრებში იყავი, თუ იქ იყავი, მომავალში იქნები. ახლა რატო არ ხარ? აი ეს გააქვს? მე ჩემ თავზე საუბარი ყოველთვის. რატო რა არ არის ეს არ არის ეს ამპარტაულება? არა, კი შეიძლება. მოშინობა მაინც არა გაქვს, მე ხო არ გეუბნები ვიღაცა ხარ თუ არა. შენ ეს სურვილი რა თქმა უნდა. აქედან იწყება ბაში ყველაფერი. აქედან იწყება ყველაფერი. გეუბნები ამისი მეტი რა, ეს მაინც ხო შეგვიძლია. კაი, სხვა რამე არ შეგიძლია დაუშვათ. ეს მაინც ხო შეგიძლია რომ გშურდეს, წყუროდეს, თხოვდე. ტიროდე, აი ნეომარი რო არის, რო წააგო დაუშვათ გენერალმა ანიუსო და ვინოს იყნიტავს იმას, რომ ძალა არ აქვს, თორე იცის. ვახდედავ თქვენსა ყოვება ცუდ დროს შაგიგდავთ ხელა და თორე ვნახავდით თქვენ ბუბულს, გაშილს, გაფანტურველა. ამას გეუბნები ეს მოშურნება თუ დუხ თქვენში, ბიჭო თქვენში თუ არ დუხს, აბა ვიში უნდა იყო. მეტი არ ეს აქედან იწყება. მერე ყველაფერი დაშენდება ამაზე. როცა ეს არის, განგება მოდის გეუბნება პირდაპირ. აგერ ვარ ყველაფერს გააკეთებ, მე გაძლებ ზარას, ოღონდ მიმღები ვინ არის ამისი. სხვათა შორის ერთი ყობა გურულია თქვენ თაობამ შეიძლება არის ის, მაგრამ დაგუგლეთ და ცნობილი ჭედურობის ოსტატი, მოკლედ მამა ჭედურობის, მაგას ყოდა ერეკლე ხმალი, ეს ხო ბოლო მეფეა დამარცხებული თანაც და როგორი რამდენი ჭირილობების ავსი და ესე იგი ხმალი უჭირავს ასეთი ჭედურია და ასე აქ ხელი ხმალი უდევს აქ, ორივე ხელი გაშვებული აქ და ითხოვს ვინ წაიღებს ამ ხმალს. აი ესე დგა. აი ჩვენი წინაპრების შენთან დგანა ნახალ, თქვენთან ახალგაზრდა. მოდი დაავლეთ ხელი გააგზელეთ და ჩვენ თქვენთან ვართ. წინაპრების სული, ეს ღმერთის სული, რომელმაც აი აქამდე მოიტანეს საქართველოს, იბრძოლეს, დაიჭირეს, აშენეს, წერეს, ყველაფერი, აბა თავი გაწირეს. ახლა თქვენ ხართ, აგ ისინი არ არიან. აი ესეა ხმალი, მოკიდე ხელი, გაბედე. ჩვენ მოგცემ ძალას, ოღონდ გაბედე, ოღონდ იყო შენში მოშურნეობა. აი ეს მოშურნება თუ თქვენში არის, ჩათვალე რომ ის საქართველოს აუცილებლად შედგება. მე მინდა რომ ეს სიტყვები რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ მოისმინოს და ნაცვლად იმისა, რა პრობლემებიც ქვეყანაში არ უნდა იყოს, საქართველოსდან წასვლის ნაცვლად იფიქროს ამაზე, რომ ჩვენ არ შეიძლება და ვერ დაუშვებთ რომ ვიყოთ ბოლო ქართველები. ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთივე წინაპრები, რომლებზეც იტყვიან რომ მათ შეასრულეს თავისი ვალი. ოღონდ ყოველგვარი კარგი გაგებით. აყვავებულა მდელო, აყვავებულა მთები, მამულო საყვარელო, შენ როზღა აყვავდები. ილია გააკრიტიკეს. მე-19 საუკუნე ათეისტები იყვნენ მაშინ. ბიჭო, მდელო თუ აყვავდა, მთა თუ აყვავდა, მამულო აყვავდები რა არის? მამული ეგონათ, ილიას მამული ბევრად მეტი იყო. აი ასეთი მამული შვილები გვიდა პირდაპირ შევფიქრო ადამიანი ქრისტე რატო იკლავდა თავს ეკლესია დიოფიტის ტობაზე რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი რატო სხვა რელიგიებიც არის მაგრამ ჭარბად არის სულიერება და მიწა ეს არის სატანის ადგილი იქ სადღაც წავალ ზეცაში ჩვენც დადაღული ვართ ამ საიქიოები ძალიან ბევრი და ამ საიქიოში წასვლა და ცხოვრებამ რომ აზიარებელი ხარ მღვდელი მოძღვარი ყავს მარხულობ და უკვე შენ კანდიდატი ხარ საიქიოსი აქ თუ არ დაიხარჯი, იქ არავინ არ მიგიშვებ. ქრისტე გეუბნება, მოყვასი გიყვარდეს და ღმერთის სიყვარული ამაში გამოავლინე. აი მამულის სიყვარული არის. აი ეს პრობლემა არის დღეს ახალგაზრდებში, რომ გაიგივებული აქვს ამ თანამედროვე ულტრალიბერალური და მატერიალისტური აზროვნებით გაიგივებულია სხეულის მასასთან და უკვე უნდა მიაღწიო პირველ წარმატებებს, ფულია დააგროვე, იქ შოუში პირველი ყველაფერში და საქართველოს რა არის? საქართველოს რა გვიდა საქართველოს? საქართველოში არის ცხოვრება, ძმაო. რა მაცხოვრებს აქ? აქ შიმშილია, გაუტანლობა, იქნება გაუტანლობა, აბარა იქნება ყველა მთვასე ვილაპარაკეთ. კი, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს მაგის ფუფუნება, რომ ეს პასუხისმგებლობა სხვაზე გადავიტანოთ. ჩვენი გამოსასწორებელია უბრალოდ და არავის სხვა არ გამოასწორებს. ისტორია ესტაფეტა არის რა, შენამდე მოაქვს ვიღაცას ჭირაღდანი და მე შენაგზა. ამიტომ ეს ესტაფეტას გამოთიშვა ხო რა თქმა უნდა. და წეღა რომ ვამბობდით რომ საპოვნი გვაქვს მათ შორის რა არის ის რაზეც ყველა თანხმდებითო ჩვენ კიდე აი ერთი საინტერესო კიდე პარადოქსი ასე ვთქვათ ჩვენ თემას ეხმიანება ყველა ვაფასებთ საქართველოში ილია ჭავჭავაძეს ეს არის ისეთი ავტორიტეტი რომელზეც ალბათ არ ვიცი მე არ გამიგია შეიძლება ძალიან ისე წმინდანად შერაცხა ანუ ერის და ბერის ორივესთვის მისაღები აი კაგრას მოდელი კაცობის რომელიც ფეხი მიწაზე უდგას ყარა და თავი ცისკენ და იმ ენერგიას იღებს რომ აქ მიწაზე ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი და ეს ძალიან კარგი სიტყვები იყო მე მაშინაც აღვნიშნე რომ ფეხი მიწაზე მყარად უნდა გედგას და უნდა იხედებოდე მაღლა ხო და აი ილია ჭავჭავაძე და ის ადამიანები საერთოდ ვინც მასთან არის დაკავშირებული უკვე გვაძლევს ფაქტობრივად იმ მაგალითს ჯერ როგორი უნდა იყოს ქვეყანა
საზღვრებს არ გულისხმობ პოლიტიკურს თავისთავად და როგორები უნდა ვიყოთ მათ შორის ჩვენ, სადაც აი ეროვნულობა, ზნეობრიობა და სხვა ყველაფერი თითქოს უკვე შერწყმულია. შეიძლება ამ ყველაფერს მისადაგება ჭირდება დღევანდელობასთან და რაღაცეები შეიძლება განსხვავებული იყოს. ახლა ილიას მრავალი პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა მათ შორის და ამით გამოირჩეოდა, ხო? სხვა ყველაფერთან ერთად. მაგრამ ჩვენ მაინც გაგვიმართლა და გვაქვს და ახალი თითქოს მეტი ბევრიც არა გვაქვს მოსაგონებელი. უბრალოდ დღევანდელობაზე გვაქვს ჩემი აზრით მისასადაგებელი, მაგრამ თავარი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენ ილიაც კი არ ვიცით კარგად. ჩემ თავზე ვამბობ პირველ რიგში და მერე სხვაზე. და როცა კარგად ერთს რო გვეცოდინება, აი რა არის ის, რასაც ვაფასებთ და არა უბრალოდ ილიას სახელი, რომელიც შეიძლება სადღეგრძელოში გაგვახსენდეს, მაგრამ სინამდვილეში არ ვიცოდეთ ეს კაცი საერთოდ რას აკეთებდა იმის მიღმა, რაც წაკითხული გვაქვს სკოლაში. აი ესეც უნდა ჩვენ გვჭირდება უყურეთ აი სახარებაში რო წერია მოვა იმით ილიას სულითო. ანუ ილიას სული, ანუ პათოსი. მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი. ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავ. ჩვენ უნდა ჩვენი შუა ყოობადი ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხი. ეს ილიამ თქვაო და შენ თუ სადღერძელოზე იტყვი ან მოიწოლებ ან სადოქტორო საკანდიდატო დაიცავ თუ რაღაცა მკვდარია ყველაფერი. ილიას ეს არის ილიას სული რომელიც უნდა გაგზე არ უნდა მოკვდეს. ეს არის ის ტენდენცია ის რომელიც უნდა გავაცოცხლოთ და გავაგზელოთ კიდევ და გავააქტიუროთ რომ რაც ილიამ ვერ შეძლო ახალგაზრდები მე კი დავბერდიო დავჩაჩანაგდიო აკაკი ამბობს ახალგაზრდები აც კი თქვენ დაბარე თქვენი ჭირიბე ანუ მე უკვე აქამდე მოვაღწიო და ჩვენ ეს პათოსი როცა ცოცხალია ხო თქვენ რო გიყურებთ ახლა მართლა გულს იმედი ჩამესახარო გაზაფხული გეფი არა მართლა მე არ ვამბობ ფამილარულად და პირიქით ხო გითხარით ახლა შვილი მყავს ლამის თქვენი ტოლა და მიხარია კიდეც რომ და დარწმუნებული ვარ რომ თქვენ არა ხართ 1 და 2 და რახან თქვენში ეს სული არის ესე იგი არის ეს და აუცილებლად აღდგება ჩვენი მამული და ჩვენი წინაპრები რომლებსაც გულზე ესვენათ ეს საქართველო სხვათა შორის საქართველოს მესიანიზმით არის დაღდასებული. ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ შემოქმედებას რო გახეთთ ყველგან წითელ ხაზად გაცე, აი მაგალითად ბაზალეთის ტბა რა არის ლექსია ბაზალეთი და ტბის ძირას და ასე შემდეგ ოქროს აკვანი და მერე ნეტა იმყმას ვიცამ ნეტა აკვანში იქნება ის ყმა წევს ვისიც არის თქვის სახელი ვისა დღედაღამ მოელი ჩუმის ნატური და ქართველი აი ეს ჩუმის ნატური ქართველი აქ დღეს ელის ქართველი ჩუმის ნატურით ამ ყმას ეს ყმა ხო ფიზიკური ყმა არ არის ეს არის ის რაც შენში რაღაცა მეტია ვიდრე ფიზიკური გადარჩენა რაღაცა ის ფეთქავს შენში მეტი ვიდრე აი ეს არის იესო შენში რომელიც მარტო მიწის კაცი არ არის ზეცის კაციც არის ორივე უყვარს მიწაც უყვარს და ზეცაც უყვარს და ჯვარზე იგილიჯება ეს სიცოცხლეც უყვარს არ უნდა სიკვდილი მაგრამ ის იცის რომ იქიდან მეცემა და მერე აღდგება და იესოს აღდგომა ზუსტად ეგ არის როდესაც შენ ამთილიანებს ადამიწა აი ვინ არის კაცი ერთნაირად მატერია და ისევე ცნობიერება ცალკე სულიც მკვდარია განხორციელებით ფეხით თუ არ გიდგას და ლაპარაკობ არაფერი არ არის მეორე მხრივ თუ მიწიერი ხარ მაგრამ პროექტი არ იცი რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს სადმი გიყვანს და მარტო ჭამასმის ასპარეზ თუ გავდი ეს მეორე ჭირია მაგრამ თუ შენს არსებაში ამას გაამთლიანებ და აი ამ მატერიას სურვით მიწას დაუქვემდებარ კარგი გონით საწყის ამაღლებულ აი საქართველოს მიიღებ მაშინ რომელიც ქრისტეს ნათლით იქნება გაბრწყინებული იქნება ეს არის ჩვენი მისია საქართველოს იქნება ამიტომ იკლავდეთ თავი ჩვენი წინაპრები აბა რას ეწირებოდნენ საჭმელს და საჭმელს გარეთაც შეჭამდნენ ისინი ყველგან აი თუ ეს თქვენში ცოცხალია საქართველოს ცოცხალი ეს არის საქართველოს ჩვენ კიდე აგერევართ დავდეთ მოვიტანეთ დღემდე ჩვენ და თქვენ იღებთ ამას და აქ თლიანდება ერთი რაღაცა ხდება წარსული აწმყო და მომავალი ტვინშია ეს არასრულყოფილებაშია რეალობა არის მხოლოდ წაწყო აქ სიცოცხლე აქ და ახლა სიცოცხლე არ შეიძლება სადღაც იყოს ღმერთის სიცოცხლე აი ზუსტად ეს სიცოცხლეა ჯვარცმული ქრისტე როგორ რა ერთ არის ჯვარცმული ჩვენი ტვინები ჩვენი კერძო ეგოისტური ზრახვები ეს ტანჯავს სიცოცხლეს თვითონ სიცოცხლე რომ აღვადგინოთ ეს მთლიანობა სიცოცხლის იმიტომ სიცოცხლე როგორც ცეცხლი არსებობს ორ სტიქიაში ერთი ცეცხლი მეორე შეშა უნდა თუ შეშა არ არის ცეცხლი გაქრება ასე ეგეც სიცოცხლეს ორი პარამეტრი ერთი სული ცნობიერება მეორე მიწა
ის უნდა მოეკიდოს ამას და მაშინ შედგება ეს არ არის ისტორიული პიროვნება ქრისტე ამ შემთხვევაში ეს არის ზუსტად ის იესომ რომ მოიტანა პათოსი ჩვენთვის რომ ქრისტეს მეორედ მოსვლას რომ ველოდებით ეს ციდან კი არ მოვა ის რაც ჩვენში დაითესა რასაც ილია ჭავჭავაძემ და ზვიადი და მერაბი ესენი და 9 აპრილი რასაც ელოდნენ დათესილი წმენის სიყვარულად მოსო ხორცშესხმა ეს უნდა მოახდინოს ჩვენმა თაობა თორე ის სიტყვა დარჩება აი იქნება ეს მისია აქ საქართველოს რომ ზუსტად ის რომელიც შემოვიდა და საქართველოს რომელიც ქრისტეს გაუხსნა კერდიო და ზედ დავაშენეთ ისე რომ ის იზრდება და მეფედ რა არის ხორცს შესხმა ქრისტეს პრინციპების და იდეალების რომ მიწაზე ბატონობდეს და მიწას განაგებდეს ურთიერთობებს ქრისტეს სიყვარული და პრინციპი აი რისკენ ეს არის მისი მოსვლა მომწიფება და არა ის რაღაცა ციდან მოსვლა და ასე შემდეგ და ამის განმახორციელებელი ხარ თქვენ თაობა და თქვენ თავზე უნდა იყოთ პასუხობრივი თქვენ არ უნდა გადადოთ იქ ვიღაცას შემდეგ გააკეთეთ მასე ყველა თუ იტყვის მაშინ ყველა ჩაუდება და კი ილია ჭავჭავაძე რაც სული სანამ ის იყო ის თავის დროს ცდილობდა განახორციელებინა ეს ყველაფერი თვითონ და რაც შეეძლო გააკეთა დანარჩენ აგერ ვარ ჩვენ მან რაც გააკეთა მე მგონი ბევრს კი არ ვიცი ეგეთი დონის ადამიანი თუ მოეპოვება რომელიმე ერს ხო და ილიას თაყვანისება და პატივისცემა იქნება მისი სულით რო აღივსებით და სრულიად შესაძლებელია ეს არ არის რაღაცა ისეთი ნატურა დაუცება პირიქით ვალდებულებიც კია ხართ განსაკუთრებით ახალგაზრდებს გეუბნებით და ჩვენც რა თქმა უნდა ერთად ხო თქვენ წეგან ახსენეთ ილიას პერიოდში ნელ-ნელა მწიფდებოდა ათეიზმი რაც საბოლოო ჯამში განხორციელდა შემდგომ უკვე საბჭოთა კავშირის პერიოდში და ამის ჩანასახი ზოგადად კაცობრიობის ისტორიას რო გადავავლოთ ესეთი არის რომ ერთ რადიკალიზმს რაღაცაში მივყავართ მეორე რადიკალიზმამდე და რატომღაც ესენი ერთმანეთს შემდგომ მუდმივად ცვლიან და ეხლა რაზე მაქვს საუბარი აი მაგალითად რუსეთის იმპერიის პერიოდში იყო ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის იმგვარი კავშირიც რომ სასამართლოში ადამიანს არ ქონდა ანუ სასამართლოში ადამიანის ჩვენებას არ მიიღებდნენ თუ ის არ წარადგენდა ზიარების საბუთს კი მსგავსი რაღაც იყო და აი ამ შემდგომ ზუსტად არ მახსოვს ვინ წერდა მე მგონი ივანე კროშტანტელი ამბობს რომ ჩვენ სემინარიებში ვზრდით რევოლუციონერებსო საბოლოო ჯამში მართლაც ასე წამოვიდა მართლაც ასე მოხდა ჩვენთანაც ასე ხო და შესაბამისად ანუ ერთი რადიკალიზმი რაღაც დამახინჯებული ფორმა რაღაცის შეცვალა მეორე უკიდურესობამ და დღეს აი თქვენი დაკვირვებით დღეს ხომ არ ხედავთ რაიმე მიმართულებით საქართველოს სვლას რადიკალიზმისკენ რომელიც შემდგომ მეორე უკიდურესობაში გადაგვაგდებს და აი ამ საფრთხეს თუ ხედავთ ან თუ ხედავთ მე როგორ გაუკლავდეთ ასე ვთქვათ საფრთხესაც ხედავ და მოცემულობად სამწუხაროდ თქმის არის და ამას ფესვები აქვს გეტყვით ახლა 90-იანი წლებში როდესაც ჩვენ გამოვედით საბჭოთა კავშირი და ჩვენ გვჭირდებოდა იდეოლოგია აუცილებლად და ეს იყო რა თქმა უნდა მათემატიკურად გასულ როგორ პათოსით და დიდი და პატარამ ეს ავიტაცეთ როგორც დროშა იდეოლოგია მაგრამ ქრისტიანობა ხო არა როგორც შენ თქვი დაფიქსირება ნაზიარები ხარ თუ არა და ზიარება ნიშნავს ქრისტეს ვეზიარებდი ქრისტე ვარ მეც და სად არის მაშინ თუ ქრისტეს ჩემში გადმოვიდა აი მაგალითად ხა ერთი სანთელი მე არა მაქვს ანთებული შენ გითია სანთელი ვეზიარების შენს ანთებულს ანთე ქრისტეს ნიშნავს მეც გადმომედი იგივეც მაშინ სად არის ნათელი რატო არ ანათებს ნაზიარებები როა ანუ ეს არ არის იზიარება სამწუხაროდ როგორც უნდა იყოს თუმცა უნდა ეს ყველაფერი კეთდება და უნდა მოხდეს მაგრამ 90-იან წლებში ძირითადად ესეთ პათოსი იყო და მაშინ ხომ ჭირდებოდა სასულიერო პირების ყველაფერი და ჩქარა მოხდა ყველაფერი რომ უცბა და ეკლესიების და პატრიარქმა თქვა მაშინ 90 წლების ბოლოს მე პირადად ესე იგი მე მგონი მეც ვესწრებოდი მაშინ იყო ფილოსოფოსებს იწვევდა პატრიარქ 90 წლების ბოლოს უნდა და სახელმწიფოები შეექმნა და აზროვნება დაწყებულიყო მე ამბობდა რომ ჩვენ თავიდან განათლება ამდენი კადრები არ წყვავდაო და არა და სიცარიელო და ამოვსებულიყო და ამიტომ ეს ტაძრების შენობლობები მღვდელმსახურები ჩქარა კურთხევა ეს იმდო აუცილებელი იყო მაგრამო აწი დგებაო დრო ხარისხის განათლების უკვე აი ახლა უნდა დაიწყოს ზუსტად ეს აქამდე რაც იყო ზუსტად ის რომ ზიარებულთა მონათლულთა რაოდენობებს კი არ უნდა ვითვლიდეთ გარეგნულად ვაფიქსირებდეთ არამედ ცნობიერებით სიცოცხლის სიჭარბით რომელიც ანათებს და ნათობდეს ნათელი თქვენი წინაშე კაცთა
და აი ამაშია ჩვენი გადარჩენა, ეს დარწმუნებული ვარ, ეს პროცესები იწყება. და ამიტომ მე თქვენ გირჩევთ ახალგაზრდებს, აქვთ ეს პრობლემა ხო გითხარით გარბიან, იმიტომ რომ აი დავუშვათ ვერ ნახა ეკლესიაში ვერც ბუდელი ესეთი, ვერც ვერაფერი და ებუტება, ან ათეისტები ვართ, ძალიან ტრენდი გახდა ლამის სკოლის მოწაფეებიც კი, ამბობ მე ათეისტი ვარო, აი დაიზეპირეთ. და ეს იცი მე მესმის მათი. იმიტომ ის ხო სიმართლეს ეძებ დაინახა სიყალბე არ უნდა, მაშინ ალტერნატივა რომ არ მინდა ესეთი ისა და მე ვურჩევდი ახალგაზრდებს რომ ასე გული ადვილად არ გაეტახა და გარეგნულს არ უყურონ. არამედ ეძებონ არიან მსახურები ღმერთთან უკრას არ იყოს ახალგაზრდებიც მოდიან ყველანი რაღაცა გადაფასებები ხდება. ახლა ეკლესიაში ყოველთვის იყო ეს ბრძოლა ესეთი ზედაპირ მსახურებასა და შინაგანში ქრისტეს დროსაც ასე იყო ეს ჩვეულებრივი ამბავია. და ამიტომ ეძებეთ და იპოვით ქრისტე. ამბობს ზუსტად რომ ადვილად ნუ დაბრკოლდებით, ეძებეთ და ვიპოვით. ეძებეთ და პატარ-პატარა ესეთი და შემდეგ უკვე ეს ნელ-ნელა გაიზრდება და აი როგორც ახლა გაზაფხული მოდის და ზამთრის ნარჩენები უკან წავა და მოდის ახალი სიცოცხლე აღმოცენდება ძველი და ანუ არა რევოლუციამ არაფერი არ მოიტანა. ბოლშევიკურმა რევოლუციამ დიახ იქ რაღაცეები სიყალბეები, მაგრამ შედეგი აგრესიაზე და სიძულვილზე აშენებული სამყარო ინგრევა მორიგ აგრესიად. ამიტომ ამ გზით ნუ წახვალ. ქრისტეს რევოლუციონერი იყო, ქრისტეზე მეამბოხები იყო, ოღონდ შინაგან რევოლუციონერი ჯვარზე თავის თავზე იღებს კაცობრიობის სიყვარულს, მე ვარ, თვითონ იღებს თავის თავზე, თვითონ მაღლდება გამპირობებულობაზე, ცოდვებს, რომელიც სხეულშიც ის იყო. და ჯერა დიდი სიცოცხლის. ეს არის წმენა და ჯვარცმა. მიუხედავად არსად არ ჩანს, სად ჩანს. მარტო რჩება, მოციქულებმაც კი, მოწაფეებმაც კი უღალატეს ხალხი ყვირის, დასცინის, წიგნობრები, ფარისევლები, პილატეს ინსტიტუტი, არავინ არ უგებს, მაინც ერთგულია. რის ერთგულია? ჯერა მაინც ღვთაებრიობის და სიკეთის გამარჯვების თუნდაც თავის თავში. ეს გადაარჩინა. აი ამ პათოსით, აი ამ წმენით იმასკენ და შემდეგ ეს არის უკვე პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რაც ბოროტება ხდება, რომ საკუთარი ნათლით გაანათოს ბნელი და არა ისო ბნელს ებრძოლო გარედან. პოლიტიკური იმები დიახ კი ბატონო, უნდა იყო მართკვეთელი, მაგრამ მართკვეთელობა და მხილება მარტო ის კი არა, რომ ვიღაცას აგინო ბოლო სიტყვებით, ამით არაფერი არ გამოვა. დაუშვათ შენ რომ მოხვიდე ასეთი, იგივეს გააკეთებ მაშინ. მხილება, რას ისე განკითხვა და მხილება ძალიან გავს ერთმანეთს. ამიტომ არის განკითხვა აგზარულიო ხვილება, უცებ ხილება, შენ კი არ ამხელ, დამხელ შენ ახლა, ეს კი არ არის ხილება. ერთი პატარა საბა ყავდა ისე 2 წლის და საბა ლექსი თქვია, აბა რო უთხარით, ლექსიო გაიმეორა. ლექსი უნდა ეთქვა, ანუ აბა ისა რა ქვია, ამხილე აბა და გამხელ მე შენ. არა, მხილება არა ამხელს. გამხელო რა, ნათელი ამხელს. თუ შენ ნათელი არა ხარ და თუ შინაგანად სიცხადე და სინათლე არ აგავ, მე შენ რაც არ უნდა მიმითვით, მე შენ გიყურებ არ დაგიჯერე. იმიტომ რომ შენი სიტყვები სანდო არ არის, მაგრამ თუ შენ სიტყვა, საქმე და ფიქრი ერთია და ლაპარაკობ უკვე მამხელ მე შენ. მხილება ზუსტად შენ სინათლე ხარ უკვე და მეორე ვარიანტი მაქვს, ან გავიქცე და ვერ გაუძლო ამ ნათელს, ან მოვიდე და მადლობა გითხრა და ეს სინათლე გადამედება მე. აი რა ცეცხლი უნდა და რა ნათელი გაიმართა, არა ის რომ ვაგინოთ, აუ რა ხდება ეკლესიები. ყოველთვის ასე იყო, ახალი არა მე რა ხდება, მაგრამ ემით შორს ვერ წახვალ, პასუხისმგებლობა იყავი ნათელი შენ. აი მაგალითად ერთი გამოთქმა აქვს მამებს, რომ ყველაზე ძლიერი იარაღი ბოროტების წინამდე გარი, როდესაც შენ არ მონაწილეობ იმაში და შენ არ ეკეთებ იგივეს, რასაც სხვას ადანაშაულებ. და ასეთ ადამიანები რომ მომრავლდებიან, ახლა უკვე გვიშველის კონცეფცია, მოდელი ქრისტიანობის და არეოპაგეტული ტექსტები, ჩვენი პეტრიცი და რუსთაველმა დააგვირგვინა, ამაზე თუ კიდე ცალკე გადაცემა გავაკეთოთ, რომ ბოროტებას არსი არ აქვს. ბოროტება შენი გამოწვევა, თუ შენს გარშემო ბოროტება პასუხისმგებლობა შენ უნდა იყო, ვისაც პრეტენზია გაქვს, რომ ნათლის შვილი ხარ. ბოროტება სინათლის ნაკლებობა, სიკეთის ნაკლებობა, შესაბამისად, აი ახლა შუქი რო იყო, ბნელი რო იყო, რაც არ უნდა ვაგინო აქ ბნელს და სიცივეს, არც ბნელე განათიდება და არც სითბო დადგება. რა უნდა გავაკეთო? უნდა ბუხარი დავანთო, შუქი უნდა მოუმატო და ბნელი თურმე გაქრ ბნელი თურმე ყოფილა სინათლის ნაკლებობა. და პრობლემა რაშია? ბოროტება, ანუ სიბნელე პასიურია. და ამიტომ არის ძლიერი.
ხოლო სიკეთე უნდა იყოს აქტიური, თუ არ აქტიურებ, სიბინელი დაისადგურებ, სიცივე დაისადგურებ, თუ შეშა თუ არ შეუკეთებ, ბუხართ, მუდმივად სიცოცხლე, სულ უნდა პროვოცირება უნდა გაუკეთო, აქტიურობით ინარჩუნებ სინათლის და სითბოს. აი რა გჭირდება ჩვენ. ამიტომ სიბინელე და ბოროტება გამოწვევას გიკეთებს სინათლის შვილებს, რომ როგორ არ უნდა მოითმინო, შენ არ ეს რას ჩხუბი კი არ უნდა აგირე რამდენიც გიდა, მიდი რამე შეიძლება? ანუ პროვოცირება რას იშავს? რომ როგორ სიბნელე ხო სინათლის ნაკლებობაა, ესე იგი ჩემს გარშემო თუ ბნელა და ბოროტება მესად ვარ აქ, მე ვინა ვარ მაშინ? ესე იგი მე მაშინ უნდა უარი ვთქვა საერთოდ სიკეთის და სინათლის არსებობაზე და თუ კი ის ვიტყვი, მაშინ გამოდის რომ მე ვიღებ პასუხისმგებლობას, მე უნდა მოვუმატო ჩემს სიკეთის მოუწეს, ესე რომ ვთქვა. და უნდა შეიქმნას გუნდი ასეთი, რომ ბოროტება და სიკეთე ამ სინათლე და ბოროტება და სიბნელე ამ სიკეთე და სინათლემ ამოავსოს. კი, აბსოლუტურად. აი სხვა გზა არ არსებობს, ყველა გზა გავლილია, რა მივიდეთ 30 წელი. ჩვენ რაც ქუჩაში ვდგარ ვარ, ჩვენ მე არ ვამბობ რომ ახლა კარგად გამიგოთ, ვიღაცამ არ გამიგოს, რომ ისა პაციფისტი ვარ თუ რაღაცა ისა ვარ, რაღაც პოლიტიკური სისტემის ისა რომ არ გახვი, გადი თუ კიდე. კი ბატონო, მიდი. მე ვამბობ რომ სხვა გზა არის გამოსანახი. მე მესმის, მე ესე შევხედავთ, მე ესე ვფიქრობ მაგალითად, რომ ეს აბსოლუტურად ქუჩაში გამოსვლა მე თვითონაც გამოდიოდი და გამოვდივარ და კიდევაც გამოვარ ახალგაზრდთან. თუმცა ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ეს ერთ-ერთია, მე ვამბობ თუ გვინდა მართლა წარმატებას მივაღწიო. ზუსტად და მეც ზუსტად იგივეს ფიქრობდი ხოლმე და ეხლაც იგივეს ფიქრობ. ალბათ გავიმეორებ თქვენს ნათქვამს, რომ თუ ჩვენ გვინდა მათ შორის წარმატებულები ვიყოთ, აი ეს სხვაობა უნდა დავანახოთ. აი მათ შორის ერთ-ერთი ესეთ შეგრძნება მაქვს, რომ თუ ჩვენ გვინდა გავიმარჯვოთ, ჯერ ჩვენ თავზეც უნდა გავიმარჯვოთ, რომ ზნეობრივად უფრო მაღლა დამკვიდრე ვიყავით. და მე მგონია, რომ ეგ არის გარდაუვალი გზა გამარჯვებისკენ. თუ კი ჩვენ მართლა შევძლეთ, რომ მათ შორის ზნეობრივად უფრო უკეთესები ვიყოთ, ვიდრე აქამდე ვიყავით და რაც თავისთავად წესით იმას უნდა ნიშნავდეს, რასაც ვებრძვით, იმაზე უკეთესებიც ვართ. ამიტომ ნათლად უნდა ჩანდეს კი რა არის ბოროტი და რა არის დაუშვათ ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ სიკეთე თვლი. და ეს მე როცა თავი მე მგონი წეღანაც რო აღნიშნე, რომ მე ეს თავისთავადაც ცხადად ჩანს და უკვე იმდენად ცხადია, რომ შეუძლებელია ამაზე ვინმემ განაცხადოს, რომ ეს უარყოს უпроსტად რა ვინმე. ამიტომ მეც ასეთი არ ვიცი, მე მგონი დაახლოებით იგივე ეს სიკეთე პათოსს რა გვაძლევს გაბედულებას გედეონივით, რომ სიკეთე არსებულია. ბოროტსა ძლია კეთილმა გერბზე გვა. გავამართლოთ ეს სიტყვა. რა არის ძლევა? ძლევა ის კი არ არის, რომ ახლა მე რო გითხარი, რომ სინათლის სიბნელეს როგორებს გადის შესაძაგელო სიბნელებ და არა, მოდის ფორსირებას აკეთებს. ოღონდ იყო მოუმატეს კეთება არის ფუძე სიკეთის. ნახე, სიკეთე. ხოლო ბოროტს ქვია ქართულად ერთ-ერთი ეპითეტი სახე უკეთური. რა უკეთურება რა არის უკეთური არ კეთდება ამბობ არ აკეთებ ხოლო სიკეთე რა არის კეთება კეთება რა არის აქტიურობა სიკეთ ანუ რა ვინ აქტიურობს ნათელი ჩემში ვამატებ ტემპერატურას მატერიალიზებს უკეთებ სიკეთის ნამცეცებს ვაგროვებ და მატერიალიზაცია უნდა მოხდეს სიკეთის კი არა ვილაპარაკო ან ვაიმე მოვიწონო წინაპრები რა კაი წინაპრები ყავდა კარგად იქნება ყველაფერი არა აკეთებ ახორციელებ იქ სადაც ხარ შეიძლება სახში იყოს, შეიძლება სწავლობდე, შეიძლება სამსახურში იყო უკეთური მოიქნებ. ანუ არ დაარღვიო კოდექსი შენი შინაგანი და ესე რომ გავაკეთებ ნელ-ნელა ბოროტების ადგილი არ დარჩება უკვე. სხვა გზა არ არის, აი ეს არის ქრისტეს გზა. საკუთარ თავზე ჯვარცმით აღდგომა, შემდეგ ეს სიკეთე გადადის ყოველთვის მიდის და რომის იმპერია სწორედ ამ ანთებულმა ადამიანებმა დაშალე. არც იარაღი ეჭედათ ხელში და არც არაფერი. და იქ იესო ქრისტე გუშინ დღეს და ხვალ იგივეა. ჩვენთან არის, აქ არის, აი მე რო გითხარით, აგერ ხმალი, ვინ მოკიდებს ხელს, ვინ არის გედეონივით მოშურნი? აი ეს კითხეთ თქვენ თავს. ხარ შეგიძლია თქვა რომ უფალო, ერთი იმასე ვინ გამეგზავნებაო, ჩემი ერი დავიხსნა. აგერ ვარ უფალო, მე გამაგზავნა, ესაია უბნება. ვეძებდი კაცს ზღუდაშ ნაპრალთან მდგომს, რომელიც ჩემი ერს დაიცავდა ბოროტისგან ვერ ვიპოვეო. ესე წერია სამ თვითონ ღმერთიამ და ამ შემთხვევაში წერია აგერ ვარ უფალო მე გამაგზავნო. გაბედულება. გაბედული არა ეს არ არის ფანატიკოსი. გაბედულების გადამატარე ბედის სამზღვარი. აი ეს ყოველ ჯერზე რაც ბუნებამ და დასასრულებამ და იმის ერთი ბიჯით გადაბიჯება კიდეს არის გაბედვა რომ საზღვარები გადაწიო სიყვარულით სინათლით ნელ-ნელა ერთობით გამთლიანებით გადადებით სხვაზე აი საიდან ვიწყე აი ეხლა ეს უკვე უტყუარი ეს არის ღმერთი
აქ უკვე ქრისტეს პრინციპს ახორციელა, მას ვერაფერი ვერ დაიჭერს, თუნდაც გაზაფხულს ვერ დაიჭერს ვერაფერი. აბა მიდი და გააჩერე. ღმერთო მე სხვა ტკბილი გამაგონი ჩემს მამულში გაზაფხული და ხა ილია რა ხა ფიზიკურ გაზაფხულს ნატრობდა ძვლები გათბობოდა და ხო სისულელეა რომელ გაზაფხულს გამოგვიძებს აგერა ვარ ბეტისა თვითონ გარი და ჰაერიდან კი არ მოვა თქვენგან მოდის ახალგაზრდების გამოდის ჩვენგან აგარი ჩვენი აწყო და მიხარია მე ეს პათოსი და ვინახე ბეც გავხალისტი ლამისა ესე მე ახალგაზრდა ვარ თქვენთან ერთად ახლა ასაკის გამავიწყდეთ სხვათა შორის აი მე ესეც წარმოდგენა სხვა მე მოკლედ ძალიან კარგი წარმოდგენის ვარ ზოგადად ჩვენს წარსულზე მგონია ხოლმე რომ კომუნისტებამდე განსაკუთრებით იმიტომ რომ კომუნისტები რომ მოვიდნენ და საერთოდ ეს აბსოლუტურად სხვა წყობილება ღვთისმგმობი და ყველაფერი რომ შეიცვალა ამას ინდუსტრიული რევოლუცია ყველაფერი დაემატა მოკლედ და ადამიანი რომელიც გასაბჭოებამდე არსებობდა საქართველოში აბსოლუტურად არის შეცვლილია და არის სხვა ვიდრე საბჭოეთის ზენიტის ეპოქაში ალბათ ხო სარწმუნოება ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება ამის რომ ღმერთი დაკარგა და პირიქით ღმერთს ზოდა სარწმუნოება არ არის მარტო ქრისტეს ძახილი და მარტო ეკლესიები მე რა საქმის გარშემო მკვდარი სხვათა შორის მე იმ ეპოქის გაზრდილება მე არ ვიცოდი ვინ იყო ქრისტე არც ღმერთი ათეიზმის კათედრას სწავლობდი უნივერსიტეტში მაგრამ აბა ფილმები აბა სიმღერები თუ გინდა სითბო და ალერსი დილაო ჩახედე მეგობარს თვალებში მეგობრის თვალებში მეგობრის უბეში იქ პოვე სითბო და ნუგეში ეს არ არის ქრისტიანობა ქრისტემ არ მოშალა ხალხი რელიგიურობა ტაძარიცა და ყველაფერი და არ თქვა რომ მოყვასი გიყვარდეს ავთანდილი რო ამბობს ვინც სიკვდილი მოსისათვის კომუნისტების დროს ესეთი სიმღერები ესეთი პათოსი იყო იქ არ იყო მაინც წაძერები და რაღაც ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს ახლა ეს სულიერებაში და იმაში წინ ვარ წაწეული და ამ დროს ცხოვრების ურთიერთობებში მოვიკოჭენ ეს უნდა გავიცოცხლებით რომ აქ არის ეს კერა არის გასაკექი მეტი არაფერი განაშორი და უნდა მოვიტან გასახსენებელი გვაქვს და პატარა ბიძგი გვჭირდება და აფეთქდება ეს ყველაფერი დარწმუნებული აბსოლუტურად აი მე რაზეც მივდიოდი იყო ის რომ მე მგონია რომ წარსულში ადამიანებს მათ შორის თაობათა შორის იმხელა სხვაობა არ იყო როგორც მათ შორის ახლა არის იმიტომ რომ ესეც წარმოდგენა მაქვს რომ მათ შორის ერთად იზრდებოდნენ ის პატარა ბავშვებიც არ ვიცი მამებთან და ბაბუებთან ერთად ყანაში მიდიოდნენ და ხო ერთად ცხოვრობდნენ აბსოლუტურად და მათ შორის იმხელა სხვაობა არ იყო უფრო კარგად ესმოდათ ერთმანეთს ვიდრე მაგალითად დღეს და აი თქვენს ახსენეთ რომ თქვენ ჩემი შვილიშვილის თაობა ხართო და სასიხარულოა მართლა რომ ჩვენ მივიღოთ თქვენგან ცოდნა გამოცდილება იმაზე საუბრობ ხო არ გაგვიჭირდა საუბარი რაღაც ზემოდან ხოლმე რაღაცა მე არ მინდა ეს მე მინდა იესო გეუბნებთ ჩემი მეგობრები ხართ იესო როგორც მეგობრები ხართ ჩემი ძმები ხართ ანუ არსობრივად ჩვენი ერთი სიცოცხლის შვილები ვართ აქ კი ამიტომ მე გამიხარდება და მე მგონი ჩვენი წარმატება იქნება ზოგადად ჩვენი საზოგადოების თუკი იქედან ამას დავაბრუნებთ რომ თაობათა შორის ეს სიახლოვე საუბარი მათ შორის და ახალი თაობა არ უნდა იყოს განწყობილი ისე მესმის რომ ყველა თაობა რაღაცნაირად ეწინააღმდეგება წინას მაგრამ უფრო მეტად უნდა წამოიწიოს ალბათ წინა პლანზე იმანაც რომ გაიგოს მეტი წინა თაობისგან მათ შორის ცოდნაც გამოცდილებას და თავისთავად მე ალბათ წინა თაობამაც უფრო მეტად უნდა ეცადოს რომ გაუგოს ალბათ ახალ თაობას იმიტომ რომ რა თქმა უნდა სხვა ეპოქაში სხვა დროში ცოტა განსხვავებული ხედვების ადამიანები მოდიან რაც ნუ ხშირად ვაწყლებით ხოლმე ხა ჩვენს ჩვეულებრივ საუბარშიც ალბათ არაერთხელ გაგვიგია ეს რაღაც მოვაყოლე არ მახსოვს მაგრამ ვისურვებდი რომ ესეთი ტიპის სიახლოვე არსებობდეს თაობებს შორის რაც უფრო გაგვაძლიერებს დარწმუნებული ძალიან მიხარია და მე მგონი დღეს ამ ჩვენ საუბარში პატარა ყლორტი გამოჩნდა ამის და იმედის ნაპერწკალი და სხვების თუ მე მგონი ძალიან ბევრია ისეთ ვიც ამას ელოდება ეს ის არის რაც ყველა ქართველს უნდა უბრალოდ რაღაც ალბათ ჟამი არ იყო დამდგარი. მრავალი გასაჭიროა მომდგარია უკვე კარს არის მომდგარი. რახან ლაპარაკობ, ესე იგი ჟამი დამდგარა ამის განხორციელების. ისე ვერ ვილაპარაკებდი. კი ბატონო. მადლობა უფალს. ზოგადად სტუმრებს როდესაც ვიწევთ გიორგის აქვს ხოლმე ასეთი კითხვა, რომელსაც ყველას უსმევთ. როგორი არის თქვენთვის საქართველოს მომავალი, ან როგორი საქართველო გინდათ რომ იყოს? აქ არ გულისხმობთ მაინც რაღაც პოლიტიკურ სისტემას, როგორი გინდათ რომ იყოს, არამედ უბრალოდ თავის შინაარსში. ღირებულებით საზღვრებში. მე შეიძლება გარეგნო და ხარ რასაც ვიტყვი, ცოტა ესეთი მეუცნები ადამიანის შევქმნა შტაბის-დინება ვითომ და ან და მოიწონოთ, მაგრამ ქართველმა თქვას ამ შენ პირ
მაგრამ ბაიც ვიტყვი, იმიტომ რომ მე გამოვსწორებელი ისა ვარ, ოპტიმისტი და წამს სიცოცხლე ძალმოსილები და მჯერა რომ სამყარო ღმერთს არ შეუქმნია ქაოსისთვის, განადგურებისთვის, დროებითი იმისთვის და იმ სიღატაკისთვის და იმ განურჩევლისთვის, რაც დღეს კაცობრიობაში ხდება. მე არ ვამბობ საქართველოს ზოგადად ეს ის სამყარო არ არის და შესაბამისად არც ის საქართველო არის, რისთვისაც დაუშვათ სამყარო თუნდაც სამოთხე და ღმერთმა ადამიანის შექმნა, რომ ამით დასრულებულიყო. მე ამის პროტესტი მაქვს გედეონივით. რას ნიშნავს ვერ გავიგე ღმერთი რა არ გამოვიდა? აბსურდია, კარგი. ვინმე შეუშალა ხელი? აბსურდია, ვინ შეუშიდა თვითონ შექმნა ადამიანიც. არ ვიცი, აი ყველანაირად ვცდილობ, რომ პასუხი მოუძებდო, რომ ღმერთში ეს არის შესაბამისად, მაშინ სად ვეძებოთ ეს? უკვე ღმერთის ღრმა ჩანაფიქრში. რომ ის ადამიანს ქმნის არასრულყოფილად, რათა სრულყოფილებისკენ წავიდე. ყოველწოთი სოფელი არის ამ ამოცანის ამოხსნის ასპარეზი, სადაც ყველაფერი ხდება. მაგრამ საბოლოო ჯამში აღდგინებისკენ მიდის ყველაფერი, იმიტომ რომ რასაც ჩვენ თავში ვიღებთ, თესავთ, მაშინ პოტენციაში დევს ყველაფერის, რასაც ბოლოში მივიღეთ, მაგრამ სანამ ის მივიღეთ ბოლოში ნაყოფს, რაც პოტენციაში იყო მარცვალში, ანუ პროექტში, შუაში არის რა? ცრებლი და ძალისხმევა. პროექტი დამტკიცებულია და რაღაცა პროექტის შენობის, ხო? შამპანური გაიხსნა და უშუალოდ სიხარული დაფინანსდა. მაგრამ მიდი აბა შენი განახორციელე. შესაბამისად მარცვალი დავთესე კი, მარცვალში დევს, მაგრამ რას ეძახიან მერე მოსავალს? გლეხი რას ეძახის? ჭირ ნახული. რატო ჭირ ნახული? ოფრითა შენითა მოიპოვე პურიშე. მე ჯერა და მწამს რომ ის რაც ახლა ჩანს ასეთად, რომელშიც არაფერი ნასახი არ არის თითქოს სიკეთის, რომელშიც ხედავ რომ ასეთი ბნელი ძალების თარეშია და მაგისტრალური ხაზია ეს აგრეგატივით მიდის მთელი ეს პოლიტიკა, ეს შეიარაღება, მესამე მსოფლიო ომი, ეკოლოგიური თითქოს ჩვენი ძალისხმევები რას გავს ეს რას უშველი თქვენ ამ რაღაცა პატარა პოდკასტი ლაპარაკით ან ვიღაცები დილაპარაკეთ და ჩვენ ჩვენსაც მაინც ვაკეთებთ. აქამდე კი ახლა გარკვეულ დრომდე უშვებს განგება. ეს გარედან რაც ჩანს, ამის სიღრმეში ისეთი პროცესები მიდის, რომის გაჩერებას ვერავინ შეძ და მერე გამართლდება. აი ესეთი ადგილია ფსალმოში, რომ ცრემლი თესველი სიმღერით მოიმკიან. მიდის და ტირის თესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაგზენებით თვისი. ამიტომ მე მჯერა ამის რომ სამყარო ქაოსიდან არ დაწყებულა, სამყაროს გარშემოქმედი, სამყარო არის პროექტი და აუცილებლად ეს პროექტი განხორციელდება. ამიტომ მე არ უყურებ იმას, რა ზედაპირზე ჩანს, მე ამ ქაოსის მიღმა ღრმად ვიხედები ჩანაფიქრში. ხოლო ღმერთის ჩანაფიქრი კეთილია ჩვენთვის, რომ ეს დედამიწა მოგვცა სიყვარულისთვის, სიცოცხლისთვის. მთელი ბიბლია არის გაჟღენთილი და ახალი აღთქმაც გაჟღენთილი ბოლო ჟამის აპოკალიფსით რო გვაშინებენ, რა მოყვება აპოკალიფს, სადაც მოწმენს ღმერთი ყოველგვარ ცრემლს მათი თვალებიდან და არ იქნება სიკვდილი, სიბერე, ავამტყოფობა, ყველაფერი განახდება. აჰა ვქნი ყოველივე ახალს. ახალიცა და ახალი მიწა და ეს არა სადღაც, არამედ მამაო ჩვენო მოვედი როგორ რომელიღაც სათაშენ წმინდა იყავს სახელი შენი, მოვედი სუფევაშენი, იყავ ნება შენი, ვითარცა სათაშენ ეგრეცა ქვეყანასა ზე. ანუ ჩვენ ქრისტე აქ რომ მოდის ადამიანმა, ეს იმას შეშავს, რომ აქ უნდა აღსრულდეს მისი სამართალი, მისი ცხოვრების წესი უნდა გახდეს ურთიერთობათა სისტემა ყველა დონეზე. და ეს არის სამოთხე, თქვენ რა გონიათ მეტი? სამოთხე ეს არ არის რაღაცა გეოგრაფიული ადგილი, სადღაც იყო. სამოთხე იყო მდგომარეობა, როცა სამყარო და ადამიანი და ღმერთი ერთმანეთს ჭვერენ და ერთ-ერთზე. როცა ეს დაიბინდა დროებით, ისიც ახლა ეს სხვა თემაა, საბოლოო ჯამში ისევ მოვა ადამიანი და ღმერთი ერთმანეთთან იმ ჰარმონიაში, რისთვისაც ადამიანი შექმნა ღმერთმა. აი ეს ქრისტეში მოგვეცა პირველი მოსვით, ყოველ დრო უნდა იმას, როგორც მე დავთესე, ეს ქრისტე წმენი დაითესა ჩემ, რომ სიყვარულად აღმოცენდეს ეს ყველაფერი. აბა რისთვის ვეწამეთ? რა შევეწირეთ? რომ ესე ქაოსად დარჩეს, რა გამოდის მაშინ? გაცუდდა თესლი? სად არის ღმერთი მართლა მიგვატოვა? და ეს კითხვებიც ისმის, მაგრამ არა, აი ეს არის. და თქვენ მოიყვანთ ამას. ქრისტე გარედან კი არ მოდის, ჩვენ მოგყავს. იმან თავისი გააკეთა, შემოვიდა ჩვენში როგორც შესაძლებლობა და წმენა, ხორცი შენ შეასხი. მიდი ირწმუნე ეს და აღმოცენდი და განახორციელე ურთიერთობაში. მე მწამს ასეთი საქართველოსი. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ თითქოს არაფერი ნიშანი არ არის. მე რა გარეთ ბევრ რამეში არ არის რაღაცა, მაგრამ წყალქვეშა იქ შიგნით ისეთი რაღაცები ხდება ერთ დღეში
იმან თავისთავი გამოავლინოს კიდეც, აი როგორც ვულკანივით და რაღაცა დაფარულია კვერცხი არის 21 დღემდე ჩვეულებრივი კვერცხია. რიგით კვერცხს გავს, რომელზეც კურხი იჯდა. 21 დღე ბზარები ჩდება და წილი გამოდის. აპოკალიფსის ფარდის გადაწევას ნიშა. ანუ მე თქვენს ასე გისურვებ, იესოც ასეა. მიუხედავად იმისა, ჯვარცმულია, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი სიმპტომი არ ჩანს, რომ ისი ესმით და თითქმის გამბოს ღმერთო რატომ იმატვით, თითქოს გაფუჭდა, ტყუილიყოთ, იქამდეც კი მიდის. მაგრამ ბოლოს მაინც ჯერა ღვთის სამართლის და ამბობს ღმერთო, შენ ხელთ გადავცემ ჩემ თავს და რა ხდება? კრეცაბელი გაიხა. კრეცაბელი არის ჩვენი ტვინი, რომელმაც ეწოთის სოფელი შექმნა შიშებით. ხოლო გახევა ნიშნავს იმას, რომ ახალი თვალებით, ახალი საქართველო ჩდება. აი სიკვდილიდან აღდგები და ჩვენ დავინახავთ სიყვარულით გაბრწყინებულ საქართველოს. რომელიც ერთი ხერის გაწვენას, ერთადერთი ჭირდება, რომ ძიმე მზერა და წმენა და არა ხედვა. ნუ უყურებთ დღეს. ის შენი ტვინით ხედავ ასეთად. სიღრმიდან შეხედე, წმენით შეხედე და როცა შენც დაინახავ, ჩვენც დავინახავ ჩვენი დანახვის და წმენის ძალისხმევის შედეგად გაიხევა ეს ფარდა, როგორც მაშინ მოხდა. ის იმიტომ მოხდა, რომ ბოლოში აი ამით განხორციელდეს, რაც აი ამ საქართველოს იმჯერა მე. თუ აყვებით ამ წმენაში, გავძლიერდებით, გამრავლდება ეს წმენა და წმენა უკვე ენერგიაა და ძალად გადაიქცევა და ერთხელაც გავიხედავთ, გათენდება და დავინახავთ ჩვენი წმენის ნაყოფს. სიყვარულით გაბრწყინებულ საქართველოს და სამყაროს. აი ეს არის ის რისთვისაც ღმერთმა ჩვენ გაგვაჩინა და არა ამ ქაოსისთვის. აბსოლუტურად მეც დარწმუნებული ვარ, რომ რწმენით ყველაფერი გამოგვივა. აი რწმენით რომელზეც ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. ეს მხელა ძალას გვაძლევს სამოქმედოთ ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს რომ ყველაფერი უცებ დაალაგდება. ეს ჩვენ გავაკეთებთ აი ამ რწმენით და ამ ძალით. ღმერთში ყველაფერი გაკეთებულია პროექტში, განახორციელე, დაიჯერე. ორი ვარიანტი ან ვიცხოვერებთ ამ პროექტით, ან თუ ამაზე უარს ვიტყვით, მაშინ თავი ჯობია მოვიკლათ. რას აგრძელებ? საით მიდიხარ? აი რა პერსპექტივა გაქვს? არაფერი ისევ აგბრუნდები. რომ საქართველო არის ამ ქრისტეს წმენის რაც მან დაინახა რისთვისაც ეწამა იმის ხორცშესხმის ადგილი. ჩვენ აბა რისთვის მაშინ? მე არ ვიცი, აბა რატომ იწამეთ რა საიქე შევწყვდეთ? რა მაშინ რა თუ მიდოდა ქრისტე რაზე მოვიდა აქ იქ შევხვდებოდი რაღაც მაინც ვიტანჯებით და არა უთხარით ამას და კი უთხარით ამ წმენას, იმიტომ რომ ეს ჩვენი გამოგონილი არ არის. ამას ეწირებოდა ყველა ჩვენი, მაშინ ისინი ყველა გამტყუნებულა საწყლები. და მაშინ ვისი დავიჯერო, ვისი? აბა კითხეთ თქვენ თავს და თქვენ აი გედეონივით აღენთებით და ზუსტად მაშინ მოვა თქვენთან განგებ და აი ამ თქვენს მიმღებლობაზე, მოშურნეობაზე ის უბრალოდ ამ მოშურნებას უპასუხებს აუცილებლად და არ დაგტოვებთ უბრალოდ ისი ჭირისუფლად და რაღაცა ესათ იმათ ვიცი ტირის მხოლოდ არა ძალას მოგცემ. იმიტომ რომ მეფეა უფალი. ზოგიერთები ეტელებითა, ზოგიერთები ცხენებითა, ხოლო ჩვენი უფლის სახელით ვხადით. აი თამარ მეფის პათოსი, აი დავით აღმაშენებელი იმარჯვებდა, ხმლით კი არ იმარჯვებდნენ. განცნობიერებით, წმენით, პათოსით, რომელსაც უერთებდნენ მოქმედებაში მოყავდა და იღებდნენ შედეგი. იგივე საქართველოა, იგივე ვართ, ღმერთიც იგივეა. ერთადერთი გვჭირდება, რომ ვიწამოთ და ამ წმენით ვიცხოვროთ და არა რაღაცა ქაოსით. აბსოლუტურად. ხო, აი მის თქვა მინდოდა. ერთ იმას დავამატებ ამას, რომ აბსოლუტურად გეთანხმებით და მადლობა რომ ეს გითხარით. და ზოგჯერ გონია ხოლმე ადამიანებს, რომ უბრალოდ თავარია გაიაზრონ რა რწმენაზე არის საუბარი, რომ ეს ნამდვილი რწმენაა, იმიტომ რომ ზოგჯერ გონიათ ხოლმე, რომ უბრალოდ ღმერთს თუ ვაღიარებთ და სინამდვილეში აქ არც ისე ღრმა არის ეს ან რწმენა, ან რამეში დაჯერებულობა, თავისით ყველაფერი მოხდება. არა, ეს ცოტა სხვა რაღაცა არის და ის რწმენა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ის უფრო ნამდვილი. მე ამ რასაც შენაბობ, მაგ პათოსი, მაგ ის მიგულისხმებს. კი, აბსოლუტურად და მეც უბრალოდ მოქმედებაში მოყვანს. კი. რაც მოგიყვანს მოქმედებაში, კი, აბსოლუტურად. მადლობა თქვენ. მადლობა რომ ესეც საინტერესო საუბარი შედგა, ერთი სიტყვით მიხარია რომ დავთანხმდით, მოხვედით და მე მგონი ძალიან ბევრს საინტერესო რამეს გაიგებს ჩვენი მაყურებელი და არ მხოლოდ საინტერესოს, არამედ ისეც რაც ყველას ჩვენ გამოგვადგება. მე კიდევ ერთხელ უყურებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მაქვს სურვილი მოვისმინო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მამა გურამ. მადლობა თქვენ და თუ რამე გამოჩნია, რაც მიგროვებია ცხოვრებაში გამოსცემ, ყველაფერი თქვენია. ოღონდ იყოთ მიმღები და მე ამისთვის გავაკეთე ჩემმა თაობამაც, იმიტომ ისწავლეს, იმიტომ იწვალეს, იმიტომ დააგროს ამით გამოცდილება თქვენ გააგზავნოთ ეს და მე დღეს მიხარია რომ აი ეს ტანდემი ჩვენი შეხება და შეხვედრა შედგა როგორც რაღაცის ჭარბად ცოტათი მეტი ასაკიდან გამომდინარე გამოცდილებით და თქვენ
აი ეს იღებთ. აი ეს უკვე ეს კარგი ამბავია. აი როგორც კვირც რო შეამჩნევს, გლეხი და უკვე იცის რომ კაი მოსავალი. იმ კვირჩი დაინახავს მომავალ ნაყოფს. ეს დავინახე დღეს. აიხარეთ. კეთილი. მადლობა კიდევ ერთხელ მომავალ შეხვედრამდე. იმედი მაქვს ძალიან საინტერესო იყო კი არა დარწმუნებული ვარ ამაში. კარგად.